არასამთავრობო ორგანიზაცია პროკურატურის რეფორმის კონცეფციას აკრიტიკებს, რომელიც სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის უწყებათა შორისმა კომისიამ მოამზადა. კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მთავარი პროკურორის შერჩევისა და დანიშვნის წესი არ მოსწონს. როგორია ეს წესი ახალ კონცეფციაში და რა არ მოსწონს მასში მესამე სექტორს? ანა ნაცვლიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამოშვიდობის ქალბატონო ანა, გბადოთ რომ მონაწილეობთ გადაცემაში. საღამოშვიდობის მოგესალმებით. ქალბატონო ანა, მოდით გავმიჯნოთ ეხლა თავიდანვე დავაზუსტოთ. ეს კონცეფცია არის საბოლოო ვარიანტი თუ ეს არის სამუშაო ვარიანტი, რომელიც საბოლოოდ კიდევ რაღაცა შეიძლება შეიცვალოს? მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არის სამუშაო ვარიანტი, იმიტომ რომ ის მომზადებულია იუსტიციის სამინისტროს თაოსნობით. თქვენ გახსოვთ, რომ 2014 წლის დეკემბრის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა პროკურატურის რეფორმის დაწყების მნიშვნელობას და ეს პროცესი პრემიერის განცხადების შემდეგ დაიწყო რეალურად უწყებათა შორისი საბჭოს ფორმატში, რომელსაც ხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი. თუმცა კონცეფციის შემუშავებაში არასამთავრობო სექტორი ჩართული არ ყოფილა. ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ ახლა ამ კონცეფციაზე გავაკეთოთ ჩვენი კომენტარები და მე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი შეხედულებები იქნება გაზიარებული და ის ვერსია, რაც წარმოდგენილია დღეს, არ არის საბოლოო ვარიანტი. თავიდან, როდესაც საუბარი დაიწყო ამ კონცეფციის დამუშავებაზე, მაშინ გაჟღერდა, რომ არასამთავრობო სექტორიც იქნებოდა ჩართული ამ პროცესში. ახლა ერთვება და აქამდე საერთოდ არ მიგიღიათ მონაწილეობა. ჩვენ შესაძლებლობა გქონდა ერთ სხდომაში მიგვეღო მონაწილეობა, სადაც გარკვეული მოსაზრებები გამოვთქვით, თუმცა რა თქმა უნდა ეს არ იყო კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრებები, იმიტომ რომ ფორმატი არ იძლეოდა ამის შესაძლებლობას. შემდეგ უკვე იუსტიციის სამინისტროსგან მივიღეთ საკმაოდ ვრცელი დოკუმენტი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას შეისწავლის ამ მიმართულებით, მაგრამ აზრთა გაცვლა გამოცვლის შესაძლებლობა ამ დრომდე არ გვქონია. ჩვენ 2 დღის წინ წერილობით გავგზავნეთ უწყებათა შორის საბჭოს ჩვენი მოსაზრებები და იმედი მაქვს, რომ ამ მომენტიდან უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ აქტიურ სამუშაო ფორმატში არასამთავრობო სექტორმა ჩვენი მოსაზრებები დავაფიქსიროთ და ასევე იმედი მაქვს, რომ გათვალისწინებული იქნება ნაწილი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციებისა, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ კონცეფციასთან დაკავშირებით. გასაგებია, გადავიდეთ აი სწორედ თქვენ მოსაზრებებზე და შენიშვნებზე. უნდა შეიქმნას საპროკურორო საბჭო, ასე წერია ახალ კონცეფციაში, მას უხელმძღვანელობს იუსტიციის მინისტრი. უკვე შემდგომში მოხდება შერჩევა მთავარი პროკურორის კანდიდატურის, რომელსაც დღეს ამტკიცებს პირდაპირ აღმასრულებელი ხელისუფლება. კონცეფციის მიხედვით პროცესში ჩაერთვება უკვე საკანონმდებლო ხელისუფლებას პარლამენტიც, თუმცა მისი უმრავლესობა. როგორ ფიქრობთ, აუმჯობესებს თუ არა ეს მიმართულება მთავარი პროკურორის დანიშვნის წესს და რა არის თქვენი მთავარი კრიტიკის ობიექტი ამ შემთხვევაში? იმისათვის, რომ რეალურად შევაფასოთ პროგრესთან გვაქვს ამ კონცეფციის სახით საქმე თუ რეგრესთან, აუცილებელია, რომ ორი სიტყვით ვთქვათ დღეს არსებული მოდელი და მისი ძირითადი ხარვეზები რაში მდგომარეობს. დღეს მთავარი პროკურორის არჩევის პროცესი მთლიანად, როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, არის მთავრობის ხელში. იუსტიციის მინისტრს აქვს უფლება მოახდინოს კანდიდატის დასახელება, წარუდგინოს ეს კანდიდატი პრემიერ-მინისტრს და პრემიერ-მინისტრს აქვს ფაქტიურად ერთპიროვნული და შეუზღუდავი შესაძლებლობა, რომ დაამტკიცოს ეს კანდიდატი, ან უარი თქვას იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ კანდიდატზე, თუმცა კანონით არანაირი დეტალები გაწერილი არ არის, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის მინისტრის კანდიდატი მოწონებული არ არის და აქვს თუ არა პრემიერ-მინისტრს ვალდებულება, რომ გარკვეულწილად საზოგადოების წინაშე დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მთავარი პროკურორი, არის ძალიან ზოგადი და ძალიან საბაზისო. არ შეიძლება ამ მოთხოვნების საფუძველზე ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რომ ძალიან მაღალი კვალიფიციის და კეთილსინდისიერების მქონე ადამიანის შერჩევა ევალება ერთის მხრივ მინისტრს და მეორეს მხრივ პრემიერს, ანუ ფაქტიურად როგორი ადამიანი უნდა იქნას წარდგენილი ამ თანამდებობაზე, კანონი ამაზე იძლევა ძალიან ზოგად, ბუნდოვან და დაბალ სტანდარტებს, რაც თავის მხრივ სერიოზულ ხარვეზს წარმოადგენს, იმიტომ რომ მთავარი პროკურორი ეს არის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და პიროვნება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს მართლმსაჯულების სისტემის ჯანსაღ ფუნქციონირებაში თავისი მანდატიდან გამომდინარე, ამიტომ ბუნებრივია, რომ
მნიშვნელოვანია ამ თანამდებობაზე იყოს ძალიან მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პიროვნება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ პიროვნება, რომელიც თავისი წარსული საქმიანობით და ცხოვრებისეული გამოცდილებით ადასტურებს, რომ ის არის ძალიან მიუკერძოებელი პრინციპული ადამიანი. თუმცა დღეს ეს მოთხოვნები კანონში არ არის, ამიტომ შეუძლებელია შეფასება იმისა, რა კრიტერიუმებით ხდებოდა დღემდე ამ თანამდებობაზე პიროვნებების წარდგენა და დამტკიცება. ასევე როგორც აღვნიშნე, არანაირი საპარლამენტო ჩართულობა ან სამოქალაქო თუ პროფესიული წრეების ჩართულობა არ არის ამ პროცესში დღეს არსებული მოდელით. მხოლოდ პრემიერი იღებს გადაწყვეტილებას იუსტიციის მინისტრის წარდგენების საფუძველზე. ამგვარად ძალიან რთულია ვისაუბროთ დღეს იმაზე, რომ მთავარი პროკურორის წარდგენის და დანიშვნის წესი არის გამართული და შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან. როგორი არის თქვენი ხედვა ამ მიმართულებით, ამ კონცეფციასთან დაკავშირებით? თქვენს ჰქონდათ მომზადებული ახალგაზრდა იურისტებს თქვენი დოკუმენტაცია. თუ გადაუგზავნით იგი იუსტიციის სამინისტროს და თუ იყო გამოხმაურება, რას ფიქრობენ იუსტიციის სამინისტროში, უწყებათა შორის საბჭოში? ეს პოზიცია, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ ფორუმზე, სადაც მათ შორის იუსტიციის სამინისტროს პარლამენტის წარმომადგენლებიც იყვნენ და ეს არის საჯარო დოკუმენტი. ჩვენ ვფიქრობთ და არა მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, არამედ სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, რომელიც ამ პრობლემატიკაზე წლებია მუშაობს, ვფიქრობთ, რომ იმისათვის, რომ მივიღოთ რეალურად ინსტიტუციურად დამოუკიდებელი პროკურატურა, აუცილებელია გატარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, თუმცა დღეს პასუხი, რომელიც ჩვენ გვაქვს შესაბამისი უწყებისგან, ეს არის ის, რომ საკონსტიტუციო ჩარჩოს ცვლილებაზე საუბარი ამ ეტაპზე არ არის და არ შეიძლება იყოს და ნებისმიერი გაუმჯობესება განიხილება მხოლოდ დღეს მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკეთესი იქნებოდა მთავარი პროკურატურას ჰქონდეს მეტი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გარანტია. დღეს ის კონსტიტუციაშიც და კანონმდებლობაშიც მოხსენებულია როგორც იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება, რაც თავისი სტატუსით ბუნებრივია უკვე აკრინებს მთავარი პროკურატურის და ზოგადად პროკურატურის როგორც ინსტიტუტის მნიშვნელობას და როლს, რომ აღარაფერი ვთქვათ უკვე იმ მანკიერ შერჩევის სისტემაზე, რომელიც კიდევ უფრო ხაზს უსვამს, რომ პროკურატურა დამოკიდებულია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. კაპიტან ანა, მთავარი პროკურორის ფიგურას რომ დაუბრუნდეთ, თქვენი საუბრეთ, რომ მისი შერჩევისა და დანიშვნის წესი ბუნდოვანი არის და იწვევს გარკვეულ კითხვებს. კონცეფციაში ასევე გაწერიალია ის თუ როგორ უნდა მოხდეს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლება. რას ფიქრობთ ამ მიმართულებაზე? გაქვთ თუ არა შენიშვნა? მე თქვენის ნებართვით კონცეფციის იმ ნაწილსაც შევაფასებდი ორივე სიტყვით, რომელიც დანიშვნის წესს ცვლის და შემდეგ თუ შესაძლებელია გათავისუფლებაზეც ვისაუბრებ. ერთის მხრივ გარკვეულ ცვლილებებს ეს კონცეფცია შეიცავს მთავარი პროკურორის დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა ნომინირების უფლება, პირველადი ნომინირების უფლება კანდიდატის კვლავ რჩება იუსტიციის მინისტრს და ის ამ კანდიდატურას წარუდგენს საპროკურორო საბჭოს, რომელიც არის ინოვაცია ამ კონცეფციის მიხედვით. თუმცა ჩვენ გვაქვს ასევე უარყოფითი მოსაზრება თავად ამ საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საბჭოს შემადგენლობაში შედის იგივე იუსტიციის მინისტრი, ასევე ორი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ანუ რეალურად გამოდის, რომ იუსტიციის მინისტრი საბჭოს, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს, წარუდგენს მის მიერვე შერჩეულ კანდიდატს, რაც თავის მხრივ უკვე გარკვეულ უხარხულობას ქმნის, სხვა ტერმინით რომ არ შევაფასოთ. ასევე ამ საბჭოში თითქოს უზრუნველყოფილია სამოქალაქო სექტორის და პროფესიული წრეების ჩართულობა, მაგრამ მხოლოდ ორი წარმომადგენლით, რომლებსაც ასევე არჩევს პარლამენტის უმრავლესობა და შემდეგ უკვე თუ ეს საბჭო მოიწონებს კანდიდატს, კანდიდატი მსჯელობს მთავრობა და შემდეგ უკვე პარლამენტი ასევე უმრავლესობით ამტკიცებს, ირჩევს ამ კანდიდატს. ანუ თითქოს უფრო მეტი აქტორია პროცესში შემოყვანილი და თითქოს მეტი ჩართულობა უზრუნველყოფილი, მაგრამ რეალურად რომ შევაფასოთ, პროცესი ისევ და ისევ რჩება მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის ხელში, ეს არის კონკრეტულ მომენტში ის გუნდი, რომელიც არის პოლიტიკურ უმრავლესობაში პარლამენტში, ამიტომ თითქოს მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება აღარ არის გადაწყვეტილების მიღები, მაგრამ პრინციპში მხოლოდ მმართველი გუნდი რჩება კვლავ გადაწყვეტილების მიღებად ახალი კონცეფციის მიხედვით, რაც არის ვფიქრობ ძირეული ხარვეზი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში იყოს უზრუნველყოფილი მეტი ჩართულობა პოლიტიკურად ნეიტრალური ძალების, ეს იქნება არასამთავრობო სექტორი თუ პროფესიული წრეები, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ გარკვეული მექანიზმით უზრუნველყოფილი
იქნას, რომ მთავარი პროკურორი არ იყოს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალისთვის მისაღები ადამიანი და გარკვეული კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის ამ ფიგურასთან დაკავშირებით იყოს სავალდებულო. რა მექანიზმით მოხდება ეს, ამაზე შეიძლება მსჯელობა და სხვადასხვა ფორმატის მოფიქრება, მაგრამ ისევ და ისევ მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალისთვის მისაღებ ადამიანს ჩავაბაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სისტემა არ იქნება სწორი და არ იქნება შესაბამისი იგივე ევროპულ სტანდარტებთან, იმიტომ რომ მაგალითად ვენეციის კომისია ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს და ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში ნეიტრალური პროფესიული წრეების ჩართულობის საკითხს. სტანდარტები ასევე ითვალისწინებს, რომ მთავარი პროკურორი პროკურატურა უნდა იყოს ანგარიშვალდებული. თქვენი აზრით, ვისთან უნდა იყოს ანგარიშვალდებული პროკურატურა? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე, მაგრამ თუ დამოუკიდებლობა არ იქნა დაბალანსებული ანგარიშვალდებულებით, მაშინ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ძალიან ზედმეტად თუ შეიძლება ასე ვთქვათ დამოუკიდებელი რომელიმე ინსტიტუტი, რომელიც უკვე იქნება არა ეფექტურობის მიზნით დამოუკიდებელი, არამედ შეიძლება გარკვეულწილად მას მივანიჭოთ გარკვეული უკონტროლო ძალაუფლებაც, ამიტომ ანგარიშვალდებულების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული საერთაშორისო სტანდარტი გვეუბნება, რომ არ შეიძლება არც მთავარი პროკურორი იყოს ანგარიშვალდებული ვინმეს წინაშე კონკრეტულ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილების გამო. თუმცა, რა თქმა უნდა, ზოგადად როგორ ფუნქციონირებს პროკურატურის სისტემა და ზოგად საკითხებთან დაკავშირებით, იგივე პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემა იყოს ანგარიშვალდებული და ჩვენ ყველაზე უფრო ლეგიტიმურ ორგანოდ გვესახება პარლამენტი. ეს ძალიან აქტუალური საკითხია, არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც, იმიტომ რომ ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ პრობლემაა პროკურატურის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე და სულ რამოდენიმე დღის წინათ აქტუალურად იყო დასმული ეს საკითხი. პარლამენტში უნდა მივიდეს თუ არა მთავარი პროკურორი, თავად საკითხის დასმაც კი არასწორად მიმაჩნია, იმიტომ რომ პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი და ყველა აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის მოხელე განსაკუთრებით ვალდებულია, რომ პარლამენტის წინაშეც არ სდგეს და ამით არა მხოლოდ პარლამენტს ჩააბაროს ანგარიში, არამედ ანგარიში ჩააბაროს საზოგადოებასაც, ისევ და ისევ ამბობ არა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, არამედ პროკურატურის ფუნქციებთან, ფუნქციონირებასთან, მუშაობასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი აქტუალური საკითხია დღესაც დაგროვილი და ბევრი კითხვა იგივე სამოქალაქო სექტორში პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებით და მინდა ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და კიდევ ერთხელ დავაფიქსირო სამოქალაქო სექტორის ძალიან დიდი სურვილი და ღიაობა იმისა, რომ პროკურატურის წარმომადგენლებთან, მაღალი დონის წარმომადგენლებთან გქონდეს შესაძლებლობა სამუშაო ფორმატში შევხვდეთ და განვიხილოთ ჩვენთვის და საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხები. მადლობა ანა, მისთვის